მოგესალმებით. გილოცავთ მნიშვნელოვან კვირას, დღესასწაულებს, რომელიც გავიარეთ და ჩვენ წინ გველდება საინტერესოდ მნიშვნელოვანი პერიოდი. და დღეს მე მინდა ვისაუბრო ცნებაზე, რომელსაც ჩვენ ესდერიკოსები ხშირად ვიყენებთ, ეს არის ნეგატიური და პოზიტიური დღეები. რადგან შემდეგი თვის განმავლობაში ესეთი მაჩვენებელი გვაქვს, რომ ენერგია ძალიან ძლიერად იცვლება, გარდაქმნების ენერგია. არც ისე პოზიტიური გავლენები შეიძლება მას ჰქონდეს სამყაროზე, ინდივიდუალურ ცხოვრებაზე ადამიანების და სხვადასხვა სექტორებზე ცხოვრების. მოდით აღვნიშნოთ ზოგადად რას ნიშნავს ნეგატიური მაჩვენებელი დღის. როცა ყველა ადამიანისთვის ეს არის ინდივიდუალური, როცა ჩვენ გულისხმობთ, რომელიმე დღე არის ნეგატიური, შეიძლება ვიღაცისთვის ეს აღმოჩნდეს ძალიან დადებითი, პოზიტიური, სიკეთის მომტანი, მაგრამ კონკრეტულად იმ ადამიანისთვის, ვიზეც გავლენას ახდენს, ვინც აი ამ რადიო არხებს იჭერს, ამ ენერგეტიკულ ძალას იღებს და ემთხვევა, მისთვის ხდება გლობალური ცვლილებების და ენერგეტიკული განახლების. არის დღე, როცა ენერგია სამყაროში ძლიერად ვარდება ქვემოთ, სასიცოცხლო ენერგია იკლებს და ზემოთ ამოდის ის ნარჩენი, ის ნეგატივი, ის ცუდი მაჩვენებლები, რომელიც ადამიანს დაგროვილი აქვს. ანუ სამყარო აღარ აძლევს მხარდაჭერას. აი ამ პერიოდში სხვადასხვა ცხოვრებისეული ნეგატივის გამოვლენა იწყება. ეს იქნება ჯანმრთელობის პრობლემები, კონფლიქტურობა, ნეგატიური მოვლენები პირად თუ სამსახურეობრივ ცხოვრებაში ამოიწევა. სწორედ აი ამ დროს მაჩვენებელი, რომელსაც სამყარო გვთავაზობს, გადმოდის უკვე პირად მფლობელობაში ადამიანის და მასზეა უკვე დამოკიდებული, როგორ მართავს, როგორ გაუმკლავდება აი ამ სიტუაციას. ხშირ შემთხვევაში ჩვენი სისტემა ისე აწყობილი, რომ ჩვენ ადამიანები თუ გარკვეული მფარველობას, დაცვას, აი ამ ძალას სულიერს მოგვაცილებენ, გვიჭირს ხოლმე ადაპტაცია გარემოში. ამიტომაც ძირითად შემთხვევაში ნეგატიური დღეები, კოსმოსიდან მომავალი ნეგატიური ენერგიები თუ ზოგადად ფორმირებული გავლენა სამყაროში, აი ეს დღეები ახდენს ენერგიის მინიმალურამდე დაყვანას, სასიცოცხლო რესურსის ამოწურვას და ამიტომაც ჩვენ ვთვლით ხოლმე, რომ ეს არის გარდამტეხი წერტილი. ნეგატიურ დღეების პოზიტიურად გამოყენება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამ დროს შეიძლება გავუშვათ ყველაფერი ცუდი, ნეგატივი, ის რაც ზედაპირზე ამოდის, ჩვენ ეს გავითვალისწინოთ და შემდეგი დღეების პერიოდის მანძილზე ვიცოდეთ, რომ აი ამან შეიძლება გლობალური სახე მიიღოს, უფრო გართულდეს ეს პრობლემა და რადგანაც ახლა გამოვლინდა, ჩვენ შეგვიძლია აი ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ, გამოვასწოროთ, დავძლიოთ, რომ შემდეგში ეს პრობლემები ნაკლებად არსებობდეს. ხოლო პოზიტიური დღეები, დადებითი დღეები არის, როცა გაჯერებული სასიხარულო ენერგია კოსმოსიდან თუ სამყაროდან თუ მიწის სიღრმეებიდან მოედინება, ადამიანის ენერგიასთან ურთიერთქმედება შედის და აორმაგებს, აძლიერებს მას, მოდეს დავარქვათ, როგორც ხეს წყალს უსხავს და აძლევს სასიცოცხლოდ საჭირო რესურსს. ამ შემთხვევაში ადამიანის წამოწყებები, პოზიტიური მიმართულებები და სიკეთეები მას რაც უნდა, ძლიერდება, გამოვლინდება ასევე და ფართოდ შეიძლება მისი წარმატება და კეთილდღეობა გავრცელდეს ყველა იმ სფეროში, რომელსაც ჩვენ გულისხმობთ. თუმცა არის ასეთი მაჩვენებელი, როცა ადამიანის ენერგია დანგრეულია, მისი აურა არის პრობლემატური, მასზე არის ზემოქმედება წყევლის, ნეგატიური მაგალითად თვალის ზემოქმედება, როგორც ხალხი შეძახიან, ხო, შურის ენერგია, მაგიური ზემოქმედებები, სხვა პოზიტიური დღეებიც, ანუ როცა სასიცოცხლო ენერგია ბევრი მოდის კოსმიური სიმაღლეებიდან თუ მიწიერი ენერგიების ზემოთ ამოსვლით, ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ცუდი რეალობა დადგეს ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ის რაც შიგნით არის, დამატებით ენერგია მიეცეს და გამოვლინდეს და ამ შემთხვევაში უფრო დიდი გლობალური სახე მიიღოს. ამიტომ ადამიანის ენერგია როგორც არის მოწყობილი, როგორც არის ფორმირებული, კოდირებული, როგორც არის მის სისტემა ჩამოყალიბებული, სწორედ ესე მოქმედებს ენერგიის შევსება თუ დაცლა მასზე. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ერთ დღეში ყველაფერი დავკარგოთ, რაც გვაქვს და ასევე ერთ დღეში შეიძლება ადამიანმა ყველაფერი შეიძინოს, რაც მას სურს. ენერგეტიკულად დღეებს, რიცხვებს
კონკრეტულ თარიღებს ამის მოხდენა შეუძლიათ და არაერთი სამყაროსეული თუ ისტორიული ფაქტი და გამოცდილება არსებობს ამის შესახებ, თუ როგორ ხდება ეს პროცესები. ასტროლოგია, ნუმეროლოგია და სხვა ესეთი მეცნიერებები, რომელიც აი ამ დღეებს, ამ თარიღებს სწავლობს და ადამიანებს აწვდით იმისთვის, რომ იყოს ადამიანი ფრთხილად მომზადებული და არ იყოს მისთვის გლობალური ნგრევის პერიოდები შემთხვევითი, არამედ სწორედ ეს ინფორმაცია არ არის იმისთვის, რომ დავიძაბოთ, დავიმუხტოთ ნეგატივით, არამედ პირიქით გავფრთხილდეთ, რომ თავიდან ავიციოთ მაქსიმალურად ეს ნეგატიური გავლენები. რადგან აი ამ თვის განმავლობაში ესეთი დღეები ბევრია და შესაბამისად სამყარო ახალ სუნთქვას იწყებს, იცვლება მისი ფორმა, იცვლება გარკვეული სიტუაციები სამყაროში თუ საქართველოში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ფრთხილად ვიყოთ, რომ ამ შემთხვევაში არ დავკარგოთ რამე ისეთი, რის დაკარგვაც არ გვინდა და ამ პირიქით არ გვაჩუქოს სამყარო რამე ისეთი ახალი საჩუქარი, რისი ჩუქების სურვილიც არ გქონდა. თქვენ აი ამ ყველაფერს ინტუიციურად მიხვდებით. მე ყოველთვის ამბობ, სხეულმა ყველაფერი იცის. შესაბამისად, პირველ რიგში ნეგატიურ დღეებს სხეული გრძნობს დილიდანვე, როცა ჩვენ თვალებს გავახებთ, გავიღვიძებთ, ავსდგებით პირველი ჩანაფიქრის დროს, სხეულის კანკალი, მოდუნება, დაძაბულობა, მოუქნელობა, როცა ჩვენ დილიდანვე გრძნობთ ამ ნეგატიურ გავლენას სხეულებრივს, რომ თითქოს ჩვენი ტანი, ჩვენი სხეული არ მოგვყვება, ჩვენს აზრებთან არ მოდის კავშირში, თქვენი ბიოენერგეტიკა, თქვენი სხეული გეუბნებათ, რომ დღეს გაქვთ დღე, როცა უნდა ერიდოთ გარკვეულ, ასე ვთქვათ, რისკებს. ხოლო პირიქით, როცა დილით გაიღვიძებთ განსაკუთრებული სიახლით, სხეული მოყვებათ, დაკვებათ, პლასტიურია, ენერგია მასში თავისუფლად და მშვიდად მოძრაობს, ესე იგი ეს დღე თქვენთვის საკმაოდ დადებით და პოზიტიური შეიძლება აღმოჩნდეს. ჩვენი სხეული, როგორც მიმღები ამ ენერგიის, ესეთი მაჩვენებლებით შეიძლება გპასუხობდეს, ამიტომაც თუ თქვენ არ გაქვთ ცდომა სხვადასხვა პროგნოზებზე, ან მითებებზე, რომელიც ჩვენი სფეროდან ეზოტერიკის სამყაროდან მოდის, შეგიძლიათ თქვენს სხეულს დაუჯეროთ. ჩვენ შემდეგში კიდევ შევხვდებით და ვისაუბრეთ მნიშვნელოვან თემებზე.